ხშირად დაშვებული შეცდომები დამწყებებში. დარბაზში მიდის მომზადებელი. ანუ აი ეს რაღაცა ღიპი როგორ დავიგდო და მუცელი როგორ გავიქრო. ეგ ამბიცია აღარ უნდა ქონდეს ადამიანს, რომელიც მთელი დღე ზის, 35-ს აცდა. ზოგს გონია, რომ ტრანსფორმაცია მოხდება 2 თვეში. ჩემთან ძალიან ბევრი არის, რომელიც აი ეს 2 თვე ივარჯიშებს. ხო. ჩათვალა რომ всё ივარჯიშე. აეყო და всё შეავსო ის ჭიჭკა დაუცო და ეგ არის. მუცელს აღარ შველის ეგ რა. რა თქმა მე ამ ხელა კუნთები სახში რომ ვიჯდე და ტელევიზორს უყურო. გახურებაზე ვილაპარაკოთ ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც უშვებენ. ხო, მაქსიმალური ჰიპერტროფიისთვის რაღაც მომენტში ტრენაჟერები ჯობია. ჰა? More is not better. მარტო წონის გაზრდა არ არის, რა წინ წასვლა და განვითარება რა. სტრესია ხო ვარჯიში რა სტრესი მივაყენე დარბაზში იმის აღდგენის საშუალება თუ არ მაქვს მე ვერ გავძლიერდები ძილი მან შემოდის რეალურად იმიტომ რომ თუ არ გძინავს აღდგენა არ გაქვს მეც კი არ მოხდა ვარჯიში ხო შეიძლება ბიჭები არა ვარჯიშებენ ფეხებს ხო და გოგოები არა ვარჯიშებენ ზედატას ზუსტად შენი სისუტეები უნდა ვარჯიშო რაშიც ძლიერი ხარ იქ უბრალოდ შეინარჩუნო რა English please DNM-ის ის არის რომ კაცებს უდებთ რომ აი bench press-ზე აი არ ვიცი რატომ მაგრამ ყველას უნდა bench press ქალებში ზედატანს რო არა ვარჯიშებენ ჩემი აზრით ეგ უფრო დიდი ცოდვა არის ხო დავიკიდოთ ეს კითხვა მოგესალმებით ჩერი სივრცის მორიგი ეპიზოდით და ჩვენი მეგობარი კომპანია უნდა ვახსენოთ. Voice-out-ება. ვინ თუ არა სნეკი. სნეკი არის ჩვენი სპონსორი. სნეკი არის საქართველოში დამზადებული მიწისთხილის კარაქი, რომელიც ძალიან გემრიელად შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ხემსი, როგორც ვარჯიშის შემდეგ, როგორც ვარჯიშამდე, ნებისმიერ დროს. საუზმეზე იწყობა ხოლმე იდეალური სმუზები სხვათა შორის სნეკით. არ აქვს დამატებული შაქრები, დანამატები და რა თქმა უნდა არის ჯანსაღი ცხიმების წყარო. მოკლედ ერთ-ერთი ჯანსაღი სნეკია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს კარადაში. და უნდა ჩაანაცვლოს აი ეს რაღაცა მარტივი ნახშირწყლები, რაც ბლომად არის თქვენს სამზარეულოში. Okay, გადავიდეთ მოკლედ ჩვენს სტუმარზე. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის CherrySfit აპლიკაციის მოწვეული ტრენერი, ძალიან გამოცდილი ამ საქმეში, სანდრო შილაკაძე. აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ მიმართულებით. არის ფიზმომზადების მწვრთნელი, გარდა იმისა, რომ არის პერსონალური ფიტნეს პერსონალური ტრენერი და ნუ მოკლედ ამერიკები და ჩემპიონთა აკადემიები და წრე და CherrySfit აპლიკაცია რა გინასულო და გულო სად არ აქვს პროგრამები დადებული. სხვა შორის CherrySfit აპლიკაციაში აქვს უმაგრესი პროგრამები შექმნილი. არა მარტო ბიჭებისთვის, ძალიან ბევრი გოგო მომხმარებელი ყავს სანდრო, რო იცოდე. ხო, მითხრეს კი. გოგონები ედურობენ შენ პროგრამებს და გადასარევად ერთმანეთს და პლუს თან ძალიან გაყოფილები არიან რა. ძალიან კაი. მოგესალმები მოკლედ და ჩვენი დღევანდელი თემა მოდი იყოს ხშირად დაშვებული შეცდომები დამწყებებში. და თან ისიც გავუზიაროთ ჩვენ თვითონაც რა იქნებოდა ძალიან კარგი ჩვენც რო ვარჩებით დავიწყოთ ხო იასნა რაღაცა შეტარებებით დავიწყოთ ხო და ჩვენც რო გვცოდნოდა ეს ყველაფერი აი რას დავიცავდით რისგან დავიცავდით ჩვენ თავს მაგრამ პირველი კითხვა მოდი იყოს აი ეს ძირითადი პირველი 3 რა გახსენდება ყველაზე თუნდაც ბანალური რომელსაც დამწყები მოვარჯიშე პირველად შემოსული ადამიანი უშვებს დარბაზში ну, ჩემი აზრით ყველაზე ისეთი შეცდომა, რაც მე ამ შეცდომის გამო მოვარჯიშე კიდევ ბევრ შეცდომას უშვებს, არის ის, რომ დარბაზში მიდის მომზადებელი. ანუ არა გეგმა, არა აი ოდნავ მაინც რა უნდა გააკეთოს. საშინაო დავალება. საშინაო დავალება. ანუ ეხლა იმდენი ინფორმაცია, ანუ ინტერნეტ სივრცეში, რომ აი როგორანაირად ივარჯიშო და რისთვის რა უნდა გააკეთო, რომ უბრალოდ ანუ ხანდახან მოდიან ადამიანები და საერთოდ არ იციან და მიუვლენ რაღაცას, აი იმ სურათებს დახედავენ რაღაც ტრენაჟერზე, იმაზე, სავარჯიშო იმაზე. და რაღაცას იმას გაიმეორებენ. არ იციან როგორ ანაირად და ასე შემდეგ რა და ეგ მანდირის ბრალი ხო არ არის, რომ თითქმის ყველა მომხმარებელმა იცის და თან დარბაზში რო რეგისტრირდება, დარბაზი ეუბნება, რომ ერთი პროგრამა გეკუთვნის უფასოდ. ხო. შეიძლება კი, ბევრი არის ეგეთი. აი მე მგონია, რომ ეგ უნდა აიკრძალოს. უეჭველი. უბრალოდ ამის სათანადოდ რა უნდა გააკეთოს რა დარბაზმა რა, ანუ ხოხტები რა პრაქტიკა რა, მე დავიწყე ვარჯიში, თავიდან მივედი და მე დავეტუზე ტრენერს. მიშველეთ გოუთხარით. ანუ do your homework bro. ხო, პირდაპირ. ეგრევე, იმიტომ რომ იქ როგორ არის, იქ იმდენად ძვირი ღირდა, ეხლა მაშინ პერსონალური მწვრთნელი და ეხლაც მით უმეტეს. უფრო მაგის გამო თუ
უბრალოდ იცი რა არის შეიძლება მაგის გამო მაგრამ არც ერთი დარბაზი არ იღებს ვალდებულებას რომ პირველადი პროგრამაც კი შეგიდგინოს ესპანეთში მაგალითად პირველადი სესია ითვლება უფასოდ მაგრამ ამ სესიაზე შენ პროგრამას კი არ გიწერს ხო იცი ჩვენ რო უწერთ რა რაღაცა თავიდან ბანძ პროგრამას უწერ რომ მინდა ბანძი პროგრამა იყოს ანუ საბაზისო პროგრამას კი არ გიწერენ ესესმენტს გიკეთებთ გამოწმებენ რა გამოწმებს და პლუს ოდნავ მიმართულებას მოგცემს რა ანუ რაღაცა ჰასხოც განახებს და განახებს როგორ რა უნდა გააკეთო პროგრამას არ დაგიწერს დანარჩენი გეუბნება რომ სახლში მოიძიეთ ინფორმაცია რაღაცა საშინაო დავალება გააკეთე მოდი ისე ძალიან თულია რომ პირველ მოსვლაზე ადამიანი ანუ ესესმენტი ჯერ შეიძლება ერთი სესია იყოს ესესმენტი რომ ნახოს სად რა უჭირს რისი განვითარება ჭირდება მაგრამ აი მანდვე დაუწერო ისეთი კარგი პროგრამა რომ ანუ იმუშაოს რა ძალიან რთულია და რა თქმა უნდა ეხლა მithumetes ფულს არავინ არ უხდის ის რაღაც мотиваცია არა იმის გარდა რომ უვალდებულება რაღაცა და აი ზუსტად ეგ არ არის აი წარმოიდგინე ეხლა უცებ დავაკავშირე რა აი ეგეთი პროგრამის დაწერას იმიტომ რომ ტრენერს მაგაში თანხა ხო არ ეხდება ეს ხო პერსონალური მომსახურება არ არის ხო ეს არის დარბაზის ზოგადი მომსახურება ეგეთი პროგრამის დაწერას ვაფშე აზრი აქვს არც იყოს ეგეთი მაგას ჯობია მართლა ესესმენტი და მაგაზე უბრალოდ ანუ სანაცვლოდ კონსულტაცია ხო ანუ მე გამიკეთებია რომ მაგალითად მოდი აი ხა მითხარი რა გინდა რაღაცა და აი ბაზა მოძრაობები რაც არის სკვატი ჰინჯი ჰორიზონტალური ვერტიკალური პრესი რაღაცა ეგ რაღაცა ხო ანუ მინახებია და რაღაც შევკარი და უთხარი რომ ეს არ არის რა ანუ დიდი ხნის პროგრამა რა მაგრამ უბრალოდ ხარისხიანად ვერ დაწერა მაგის ის არ გაქვს რა ვერ დაწერა რაც არ უნდა მოინდომო ერთ სესიაში ადამიანს ვერ დაუწევ. რეალურად როგორ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, როცა პერსონალური მწვრთნელი ხარ, იდეაში ესესმენტია პირველი კონსულტაცია მთლიანი 1 საათი, მერე სახლში უდგენ ამ ადამიანს პროგრამას და მერე მოგაკეთო. დროთა განმავლობაში ეს პროგრამაც ხო იცვლება რა, ანუ მაგალითად ეხა ყველა მოძრაობას ერთ დღეში კაი ესესმენტი გააკეთე, მე მაგალითად მაგ ერთი დღე სკვარტი, ჰინჯი რაღაც, ხო, full body-ს თუ აკეთებ და მე ვხედავ რისი გაკეთება შეუძლია, რისი არა, შეიძლება ზოგადად 15 წუთი ვაფშე ზოგს 1 საათი ჭირდება რომ ჰინჯი აუხსნა როგორ გააკეთოს რა და ანუ ეს პროგრამა დინამიურია დროთა განმავლობაში იცვლება ხო მე ხედავ რომ რაღაცას საერთოდ ვერ აკეთებ უნდა შეუცვალო მე მობილიტი ემება ეს როგორ უნდა გააკეთო პირველ ნახვაზე ანუ უბრალოდ შეუძლია რაც არ უნდა გინდოდეს რომ ვიღაცას რაღაცა დაუწევ ხო და ამიტომ მე მგონი ეგეთ პროგრამებს დარბაზებო ვაფშე მაგაჯობია რაღაცა კონსულტაციის ფორმა უფრო კონდეს ვიდრე რაღაცა უაზრო პროგრამა შეუდგინე რა და ეგ ძალიან კაი რაღაცა ახსენე რომ მომზადებელი მოდის იმიტომ რომ მე რჩება ის ემოცია დარბაზზე რომ მოვიდა აი ესე უაზროდ ის ჯონ ტრაvolta's გიფი გაიქცა რაღაცა არც აქანა მიიღეს არც იქანა იბოდიალა და დარბაზე დარჩა ეგ წარმოდგა პირველ შემოჭება ხო ბერს ნიშნავს პირველი ემოცია დარჩა ეგ რომ აი რაღაცა გაურკვეველ სივრცეში იარა მაგრამ ანუ გეგმა რო აღარ გაქვს მე ანუ რა შეცდომები ხდება რა ანუ რეალურად შენაც ახლა ანუ შედეგიც არ გაქვს ანუ ვერაფერს შედეგი არ გაქვს მე შეიძლება თუ არიცი როგორ რა უნდა გააკეთო შეიძლება რამე იტკინო ხო ანუ ყველაფერი მაქედან მოდის რა რაღაც ანუ დაგიგმილი ის რო არ გაქვს დაგიგმილი როგორ ვთქვათ რა რაღაც გეგმა თუ არ გაქვს პროგრამა არ ვთქვათ რა ელემენტარული შეიძლება პროგრამა არ ქონდეს მაგრამ ცოტა მეტი ინფორმაცია ქონდეს მოდიებული რა აი პროსტა რაღაც ან ნებისმიერ ტრენაჟორი რა როგორ სრულდება საბაზისო ხა უამრავი ვიდეო ყრია ყველგან აი უფასო პროგრამებიც არის რა უფასო პროგრამებიც აი ძველებული რაც მუშაობს мама პაპური ეგენი ყველაფერი დევს და უბრალოდ 9 საათი გჭირდება რომ კარგად იმას საკნა რომ აი პირველი საფეხური კონდეს რა ეს ძალიან კარგი პოინტი იყო კიდე რა მეორე ეს არის ერთი პირველი უმთავრესი გეგმა აი მეორე კიდე რა გახსენდება რა გამახსენდა და ის რომ ბევრს გონია რომ აი ერთ თვეში შედეგი ექნება რა ანუ დროის ამბავი და მე წინთ რომ აი მოდი რა 2 თვე ვიარე და ნუ კი რაღაცა პატარა ცვლილებები ხდება მithumetes დამწყები რო ხარ რაღაც პუნქტი გაიბერება სისხლით გაიჯერებ რაღაცა და ცოტა წამოხა მაგრამ ზოგს გონია რომ აი აბსოლუტური ანუ ის ტრანსფორმაცია მოხდება 2 თვეში არა, სადღაც 1 წელი, ანუ 6 თვე 1 წელი მაინც ჭირდება რა. ეს თორე აი სულ მას ვამბობდი რომ 1 წელიწადში მეგონა რომ მაგარ ფორმაში მოვედი და 3 წელიწადში მივხვდი რომ
ის вообще ფორმა არ ყოფილა. ანუ კუთოვანი მასა ხო გემატება და აი вообще სხვა შეიწიღებ რა. ხო და ასე რომ ის ერთი წელიც არაფერია რეალურად. რეალურად ჩვენს მთელი ცხოვრება უნდა ვარჩევთ. მოდი ბარემ მაგას მივადგეთ რა. ანუ არ არის ვარჯიში 6-7 სესია და ის 1 და 2 თვე. ჩემთან ძალიან ბევრი არის რომელიც ეს 2 თვე ივარჯიშებს. ხო. და ჩათვალა რომ всё ივარჯიშე. აიყო და всё შეავსო ის ჭიჭკა დაუსვა და ეგ არის ხო არა. არა და დღევანდელი ადამიანი სულ ზივართ ანუ არ გვაქვს ესე გასახანი არ გაქვს რომ იმოძრაო და დღევანდელი ადამიანის აი ესე თანხლები საჭირო ეს არის ვარჯიში მოძრაობა. კი, მოძრაობა, ფიზიკური დატვირთვა, აბსოლუტურად. მეც ყველას მაგას ვეუბნები, რომ შენ ჩვენს გარშემო ყველაფერი განვითარდა და ჩვენი სხეული კიდე აიქვართ რა, იმ დაუძებთ ცხოველებს და რაღაც და ანუ არ არის მიჩვეული, ხო? ფიზიკურად რაღაც, ფიზიკურად ხო, რაღაც დონეზე არ ვართ მიჩვეული, რომ თელი დღე ოფისში ვიჯდეთ. ჭირდება ფიზიკური დატვირთვა და ზოგ ადამიანს გონია რომ მოვა კვირაში 3 საათი მარტო, ანუ რამდენი საათი არის ერთ კვირაში? 165 თუ 168. ხო, რაღაც ეგრე, ანუ 3 საათით დააბალანსებ ანუ სხეულის მოთხოვნას. სისულე კიდე რომ რაღაცნაირად აბალანსებს, ანუ ის არის რა, ანუ ესე იგი კარგად ნორმალურად ვარჯიშებ. დაჟე, ეხლა ხო იცი გამოვიდა, იმას უყურებდი. Diary of CEOs კონდა, ეხლა ბოლოს პოდკასტი active sedentary lifestyle. ანუ active sedentary რა არის? ტიპი მთელი დღე ზის, მაგრამ ის 1 საათი წავა დარბაზში რა და ყოველდღე თუნდაც ის ყოველდღე ივარჯიშებს და იმოძრავებს, მაგრამ მთელი დღე მაინც ზის. და მაგ active sedentary-საც კი ექმნება, მაშინ რა ქვია, ხანგრძლივ longevity, სიცოცხლის ხარისხში და ხანგრძლივობაში მაგასაც კი ექმნება პრობლემები, იმიტომ რომ აი მართლა როგორც შევთქვი, ჩვენი სხეული ევოლუციურად ვერ დაეწია ამ განვითარებას, რასაც გარეშე ხვდავთ, იმიტომ რომ ჰორმონალურად, სისტემურად ისევ იგივენაირად მართლა ლომებს და ვეფხვეს დავსდათ და გვეშინია იმის. ხო და მაგან ახსენა ეგეთი რაღაცა რა რომ და რას დაუკვირდი ხა მე 40-ის მერე ვარ რა. 40 ძალიან კარგად გამოიყურე. ანუ 40 გადავცილდი და 40-ის მერე უკვე რაც არ უნდა ყოველდღე ვარჯიშობდე, შენ თუ მთელი დღის განმავლობაში პასიურად ხარ, ხა მე მაგალითად მანამდე რომ დარბაზში ვიყავი, დარბაზში სულ მოძრაობ რა, ეხა იქ სკამი არ არის, სკამი გაქვს, როცა შესვენება გაქვს, არ დიდად არ ჭიდები, ხო? მით უმეტეს როცა გადაბმული საათები გაქვს. და ეხლა რომ დავუშვათ დაუჯექი, მაგრამ კი ბატონო მე ყოველდღე მუშაობ. ანუ მუცელს აღარ შველის ეგ რა. ანუ აი ეს რაღაცა ღიპი როგორ დავიგდო და მუცელი როგორ გავიქრო. ეგ ამბიცია აღარ უნდა ქონდეს ადამიანს, რომელიც მთელი დღე ზის 35-ს და კი ბატონო ყოველდღე ვარჯიშობს 1 საათი. ანუ 3 საათი ეგ არაფერს არ იმაშვება რა. ანუ თავარია დღის განმავლობაში აქტიური იყო არა, ანუ ანუ აქტიური ერთი და თან ანუ სხვა აქტივობებიც ხო ითვლება არა რა ქვია არასავარჯიშო აქტივობები. კი, რა თქმა უნდა, მაგას ხო რა, ანუ იმის მაგივრად რომ ყველგან მანქანით მიხვიდე, რაღაც ცოტა მანძილი ფეხით გახვიდე რა, სახლი დაალაგო, იმას აქნა, ეს ქნა, რა ვიცი. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტები და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. იცი რა მაინტერესებს, აი ხა შენ მამა გახდი? აჰა, კი. ხა, უცბად სხვა თემაზე გადავხდი, მაგრამ მე დაუბრუნდებით უეჭველი რა. მაგრამ აი მშობლების ამბავში ხსენ რაღაცა ალბათ გიფიქრია ხო, ან ფიქრობ უკვე რომ ბავშვი რო წარმოიზრდება რაღაცა, როგორ უნდა შეიყვანო ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ისე რომ ბავშვისთვის რაღაცნაირად ეს გამჯდარი იყოს რა. ეს ფიზიკური დატვირთვა, ხო? მე ვფიქრობ სპორტით რომ რაღაც ის კონდეს мотиваცია, რომ კონდეს мотиваცია იმისთვის რომ იმოძრაოს რა. სპორტი თუ არ ეყარება მაშინ არ ვიცი მე გვეთანხეული მაგ. იცი რა არის, ეგ სიყვარულიც მე მგონი მშობლებიდან მოდის რა.
როგორ მიაწვდი ტრენერზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრია დამოკიდებული ხა აი ძველი ყაიდის ტრენერები შეიძლება ისე შეეზიზღებინათ ბავშვზე მაგრამ ეხლა ეგ აღარ ემუქრება ახალთაობას მაგრამ ყოველთვის აი როგორც მშობელი ჯერ ესეთი ბავშვისთვის ძალიან დიდი მაგალითია მშობელი ხა რო გიყურებს აი ხო კი შენ რო ივარჯიშებ უეჭველი ეყურება მოძრაობა მეც ეგრე მგონია კი ანუ ავტომატურად იმას შვება რა ჯდება ხა მამაჩემი კი სულ მეუბნებოდა და მამაჩემი ყველა სპორტს თამაშობდა ვაფშე აბსოლუტურად კი არ ვიცი და ანუ 4 წლის მოყვარულის დონეზე თუ ისე პროფესიონალურად არა მოყვარულის დონეზე მაგრამ აი როგორ გითხრა რა სემი პროფესიონალურად რა მაგალითად აი უზბეკეთში არის მოყვარულებში ჩოგბურთის ჩემპიონი ხო ანუ აი სერიოზულად მიყვება და იმ მოყვარულებს რავი გოლფის იმას რა ქვია ვიცე-პრეზიდენტი და კარგად თამაშობს ქართველებში ნუ ეხლა იმდენად ვეღარ მაგრამ ანუ არაპროფესიონალურად, მაგრამ აი მოყვარულისთვის ძალიან კარგად რა, ძალიან კარგად. და შენს გონია რომ ეგ სიყვარულიც მაქედან წამოვიდა? კი, ნუ ისეც ახლა დავყავდი, ნუ თხილამურებზე 4 წლის ვიყავი რომ დავდექი, მე ფეხბურთის თამაში რაღაც ის და სულ მაწვებოდა რა და ნუ მეც რეალურად ეთქობა ჩამიჯდა რა ხასიათი რა. სხვაჭირს ახლა ვაი ვაფშე სხვა თემებზე წავედი, მაგრამ მაინც მოიტანა ლაპარაკი. აი რას ფიქრობ ბავშვის ესე ნაადრევად სპორტში ჩართვა? ნაადრევად აი 4 წლის თხილამურებზე დგომა ზადარი მე როგორც ფიზმამზადების მწვრთნელი. სერიოზული არ უნდა იყოს რა, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან მე მივესალმები. გააჩნია რა სპორტი არის რა, ანუ მაგრამ მე მივესალმები, ანუ ფიზიკურ. ფიზიკაში მაგ დროს ეგეთი დატვირთვით ხო არ ეწყება ხოლმე? არა, ანუ ვერც მე მოყვება ეხლა, ყვაზე რომ შეიყვანო იმაზე, აი ვერც მოყვება, აი შეიძლება საერთოდ არ უნდოდეს ხო, მაგრამ აი ეს უბრალოდ მოძრაობა, ეს მოტორიკის განვითარება რაღაცა, მე მგონი რაც უფრო ახალგაზრდობაში დაიწყებ. უკეთესი ახლა მე წონებზე და რაღაცებზე არ მაქვს, ხო კაჩაობაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ თუმცა ეგეც შემოვიდა უკვე ბავშვებში. ხო. ხო გინახავს ეს ვიდეოები, რომ ადრე ხო იმეს ხო. ბავშვი არ გაიზრდება და რაღაცა და ეხა პირიქით იდება კვლევები, რომ პირიქით ბავშვები ხა, ანუ ლიფტინგსაც პრაქტიკობენ, რაღაცა 9 წლის. მინახავს. კი ძალიან ისე ინტენსიურად შემოდის ეგ მომენტი რომ ლიფტინგს ანუ კლინებს აკეთებენ და სნეჩებს აკეთებენ პატარა ბავშვები და რაღაც. ხო, მაგრამ ნუ სიმძიმე ყოველ შემთხვევაში არ მოქმედებს იმაზე რა, ასაკზე და სიმაღლის შეფერხებაზე სიმძიმე არ მოქმედებს, მეგობრებო, სიმაღლე არის გენეტიკური სუფთა. მაგრამ არის რაღაც სპორტები, რომელიც ცოტა იმას კაჩავს კიდე, ხო? სიმაღლეს. ხტომითი სპორტები, ხო? მე მგონი რა ვიცი, ცურვაზე იძახია, კვლევები არ მაქვს ნახი, მაგრამ ცურვაზე აი მე დაკურებული ვარ ხტომითი სპორტები რა სადაც არის სიგრძეზე ხტომა, ფრენბურთი, კალათბურთი. აი ხო ბევრი ხტომები არის რა. აი მგონია რომ სადაც ხტომები. სიმაღლეში გზდის. აი ეს აფრიკული ტომი რა, ხო ხტონაა. ხო. რაღაც რიტუალი რა ხტონაა. ისინი სიმაღლეები არის. იხს შეიძლება და იტალები არ ვიცი შეიძლება არ წამიკითხოს აი სადაც ბევრი ის არის რა ფეთქებადი ხტომან ფეთქებადი რაღაცა იმპულსური რაღაცა ხო შეიძლება არ ვიცი ხან ხო ცნობილია ფრენბურთელი მომაღლები არის ყოველ კი მაგრამ ანუ ეგ ის არის კვერცხი იყო თუ ქათამი პირველი ეგ თემა არის ანუ ეხა ბავშვი ანუ პატარა იყო ბავშვი და მე გაიზარდა ფრენბურთელი მაღალი თუ არა გენეტიკა უეჭველი უნდა იყოს გენეტიკა უეჭველი უნდა იყოს ანუ ეს ფრენბურთელები იმიტომ არიან რომ მაღლები არიან თუ მიხდი ეს გეუბნები ხო თუ ფრენბურთმა წამოვიდა ანუ ეხლა შეიძლება ბევრმა ითამაშოს ფრენბურთი მაგრამ ნახევარმა არ გაიზარდოს და ვეღარ გაკეთოს თამაში არა ეგრე კალათბურთში სხვარიან გამთამაშებები ცოტა ტანით ხო და ეგენ მაგათ მაგრამ დააშავა ეს მაგრამ ეგრე რატო არ გაიზარდნენ რა ხტომი გენეტიკა ანუ გენეტიკური ფონი უეჭველი უნდა იყოს იმაღლის ამბავში. თამაშის დრო ვაფშე დამები. შეიძლება არ ვიცი რა გვაქვს საკითხული. ერთი ვიცი რომ ის მითია რომ აი ეს ძალიან ისეთი კაჩაობა და სიმძიმით ვარჯიში არის ანუ სიმაღლეში ხო აი ვაფშე არ არის გამოგონილი. პირიქით არ ვითარებს სხეულს და ბევრი რაღაც პოსტურული დისბალანსი შეგიძლია მაგით იმას აქნა რა. კი ანუ არ ემუქრება ხერხემლის ისინი რაღაცა პრობლემები და რაღაცები რა თუ დაბადებიდან არა აქვს წამოღებული რაღაცა ტრავმა. სანდრო ქალი და კაცი თუ განსხვავდება შეცდომები. მოიცა ჯერ ის ამოვწურეთ? კიდე general შეცდომები.
სადაც კი რა ვიცი ანუ კიდე ბევრი არის რაც მაგას მოყვება ჩემსაც დავამატებდი რა მაგალითად აი მეგონა რომ აი გახურებაზე ვილაპარაკოთ ყველაზე დიდი შეცდომა რასაც უშვებენ ჩემთვის არის ბილიკზე დაწყება ვარჯიშის რომ გავხურდი ხო არის თუ შეცდომა უშველებელი შეცდომა ჩემთვის დიდი შეცდომა ანუ მარტო ეგ მარტო ხო რა ანუ გონიათ რომ ტიპები გაივლიან და გახურდნენ ნუ არაფერს ეგ მაინც ჯობია არა ხო მაგრამ ხო არა მე მაგალითად რომ ცოდნო და რომ active mobility აი დინამიური გაწევა უეჭველი ვარჯიშამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გააკეთო ვიდრე მაგალითად აი მარტო ჰიპერექსტენზიას გავაკეთოთ აი ძალიან ადრე რა სულ პირველ რიგში სანამ ტრენერი რო გავხდებოდი ბილიკი ჰიპერექსტენზია გააკეთე всё გახურე მაგრამ დღეს ანუ ზედატანს ვაკეთებ მაგრამ წელი გაახურე და ბილიკზე იარე ყველაფერზე წელი გაახურე და ბილიკზე იარე მე ზოგადად არ მიყვარს ის არგუმენტი რომ ეგრე არის რამდენი ადამიანი აკეთებს ეგრე კი და ანუ ცოტა მიყვარს რომ ეგრო არის მაგრამ შეიძლება არც აინტერესებთ და ანუ რა მოდი ის გააკეთე ის და ანუ მაგრამ რის თქმა მინდოდა რომ ეს არგუმენტი არ მიყვარს ზოგადად იმიტომ რომ ყველაფერზე იყენებენ მაგრამ ცოტა ინდივიდუალური არის და რატო ეხლა სხვადასხვა სკოლები ხო არის ამ გახურების ეხლა ადრე გახსოვს 1 საათი რო ხურდებოდნენ ანუ foam rolling-ით რო იწყებდი მე აი ყველა გაწევლას რო გააკეთებდი და 1.5 საათი 40 წუთი რო გჭირდება სანამ ვარჯიში რო დაიწყო ხო რაღაცა ეგ მე მგონი ესე მათ არისო დადგენილად ეს ვიღაც ტიპები ირჩევენ ხო აი კელისტარეტი თუ იცი სულ არის ხო იცი ანუ ეგ მაგას ქადაგებდა დაჟე ანუ ეგრე იყო რა ჯერ foam rolling-ი კი შეიძლება რა მაგრამ foam ხო იცი ანუ მასაჟორით გახურება მერე ყველაფერი ის მერე ეს და ანუ გრძელდებოდა 9 საათი 40 წუთი მარტო გახურება ხო აი მაგას არ ვითანხმები ეხლა მაგრამ 15-15-ზე მეტი არ უნდა იყოს ხურება. და არის ინდივიდუალური რამ ხრივ ეხა ვიღაცა თუ იცი რომ ეხა კონკრეტულზე ვფიქრობ, მაგრამ აი ვიღაცა ხო, გატრამული და ვიღაცას რაღაცა უჭირს რა. აი მან უკვე შეგიძლია ისეთი რაღაცეები ჩაუსვა გახურებაში, რაც ამაზე დაეხმარება რა. კი. ხდება ეხა ვიღაცა ახალგაზრდა თუ არის და რაღაცა შენ შეგიძლია რაღაც და არაფერი არ ჭირს და გამართული რაღაცა შეგიძლია რაღაც გლობალური გახურება გააკეთებინა თიანის სხეულის და მე შეუძლია თვითონ ვარჯიშზე გადავიდეს და ანუ იმის მაგერად რომ 50 კილოთი დაიწყოს ხო იქ ღერძით დაიწყოს ამიტომ არის ეგეთი სკოლაც რომ საერთოდ არ ხურდებიან შეიძლება ბილიკზე ანუ 5 წუთი და მე ანუ იმ ვარჯიშით ხურდებიან იმიტომ რომ ის ვარჯიში სპეციფიური არის ანუ სპეციფიური მაგაზე სპეციფიური გახურება ტიპს მარტო მაგალითად ზემის დღე აქვს რა ქვია ბენჩ პრესის დღე აქვს ხო, არაფერს არის ახლა დაწოვა და ერთიც მაგრამ ეხლა ვიღაცას ვინც უჭირს ახლა მე მაგალითად ჩემ მოსწავლეებს ვეუბნები რომ ჩამოტანის დროს ბეჭები უკან შეკარი რომ ხარზე არ დაგაწოს აი ვიღაცას ეგ თუ უჭირს შეუძლია რაღაც ბენჩ-ფულე ფარდი ხო რაღაცა რომ აი ეს გაახუროს რომ მე კონტროლი კონდეს რომ კარგად ჩართოს რა ეს აი ხო ვიღაც მაგრამ აი მე თუ არ მჭირდება ეგ რატო ხო შეიძლება იქვე გახურდეს კი ბატონო მაგაში აბსოლუტურად მოყვები რასაც იძახი მაგრამ ძირითადად აი ეს რომ გაუხურებელი ხო ბილიკი არ გხსნის რა ისედაც აი ეს დინამიურ გაწევლებში აი გაზმორებასავით არის დინამიური გაწევა აი რომ გაიზმორები ხო გისწორდება რაღაც აი რაღაცა გაგისწორდა რა გაგესი ამონა და ზუსტად ეგრე არის ვარჯიშამდე იდეაში აი ეს გაზმორებას რო აკეთებ ოღონდ დინამიურად და ყველა სახსარში ანუ ვარჯიშს უფრო რაღაცნაირად ისე იწყებ რა რაღაცა თოთხალის სხეულით იწყებ ცოტა ისე გამომივიდ მაგრამ შენაც იძახი აბსოლუტურად მაგაშიც მოყვები კიდე არის ახლა დილის 9 საათზე თუ მოდიხარ და 9 საათი წინ გაიღვიძე ცენტრალური ნერვული სისტემაც არ არის გაღვიძებული სახსრებით ჩაკეტილი გაქვს და გჭირდება ეს დინამიური მოძრაობა და დაჟე შეიძლება რაღაც ყუძე ახტომებიც გააკეთო ან რაღაც ისეთი ფეთქებადი რომ გაიღვიძო რა იმიტომ რომ კუნთებს ახლა აი ეს ხო გაიგეთებია farmers walk და აი ძიმეთი რომ მიდიხარ farmers walk მეც გადაუთარგმნეთ როცა ორი მძიმე განტელიან გირი გიჭირავთ და უბრალოდ დადიხარ სადაც კორპუსს და ბალან ჩარჩოს ბალანს დაუვართ ან მოდი ბაზრიდან მოდიხარ ორი მძიმე ჩანთა რაღაცა და უცებ ხელს გაუშვებ და უფრო სწრაფად მიდიხარ ანუ ჩვენი სხეული ანუ პრაიმინგს აკეთებს ხო რაღაც ძიმესთვის ემზადება იგივენაირად ეხლა უცებ შტანგაში შევარდი და 60 კილოს ვერ აწევ შეიძლება 100 კილოს მაგისთვის სჭირდება ნელი გახურება რომ მე
კარგად ივარჯიშო რა. იდეაში ვარჯიშზეც რო გადავა ეგრევე სამუშაო წონით არ უნდა დაიწყოს. არა, ხო, რა თქმა უნდა. სამუშაო წონაზე შენ ბოლო სეტზე მიდიხარ ფაქტიურად. ბოლო 2 სეტი, 3 სეტი მიმაქვს ხოლმე სამუშაო წონად. მანამდე დივიდი ხა მიდუმეტეს. ავიდან შეყარა და შეუდგა. აი ნუ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს დაშვებული და არ გაიმეოროთ. უხუცი იმის შესწავლები რომ ეხლა მე მაგალითად შენ წეღა რაც კი 9 საათი ხურდებოდა და რაღაც ხო? ანუ ისეთი პრიმიტიული და აი ჩემ თავს რო ვერ ვპატიობ ისეთი შეცდომა დაუშვი მშობიარობის მერე რომ ნუ დღემდე ვებრძვი რა დღემდე ვებრძვი იმიტომ რომ ნებისყოფა ვერ გამოვყავი რომ ყოველდღიურად დავშოთ ეს პილატესი ვაკეთო ეს მოქნილობაზე ვიმუშაო აი მაინც ნერვი არ მყოფნის რა აი ნუ ერთი ის დინამიური გაწევა აუცილებლად ჩართული მაქვს მე ვარჯიშამდე მაგრამ აი ჩემი მენჯის დამართულ ასიმეტრიას ეგ უკვე აღარ შველის მაგრამ თავიდან აი ეს რომ ახალი ნამშობიარები ვიყავი სამ თვეზე ძალიან დიდი დატვირთვა მივეცი სხეულს ვაფშე არ მზად რა ენერგია რომ მქონდა და მომპოვდა და მე დილიცინით თან დღეში სამჯერ ვარჯიში ხარ გადავ ახალ ნამშობიარებზე კორპუსი მზად არ არის კი ეს ჩემი კეგელები გაკეთებული მაქვს მაგრამ კეგელი მას არ ნიშნავს რომ შენი ეს pelvic floor ეს მენჯის კურთები უკვე მზად არის რა იმის მერე ნუ მოკლედ აი ამ არეალში რო დაიწყო პრობლემები ანუ ხან კვადრატული მოიჭიმა კვადრატულის მოჭიმას მერე მენჯზე გადავიდა რაღაცა ანუ მე მჭირდება ძალიან დიდი ხნიანი გახურება რა ანუ გააჩნია წინა დღეს რამდენი ხანი ვიჯექი ანუ გააჩნია ახლა მაგალითად ფრენის მერე კაი ხანი გახურება მჭირდება იმიტომ რომ ნუ უმოძრაო მაშინ ვიყავი სტატიკურ მდგომარეობაში ვიყავი რა მოძრაობ არ მткиვა თუ დავშოთ მოხდა ისე რომ 2 დღე არ ვივარჯიშე კაი ხანი ჭირდება გამოგვიძება ეს რაღაცა გახსნა და რაღაც ეგეთ რაღაცა მაგრამ რაღაც ანუ თავიდან შეიძლება უფრო მეტი ანუ რაღაც გალაით და ანუ როგორ გითხრა მოძრაობს არა რას ანუ თავიდან მაგალითად ხო დაგჭირდა ბევრი რომ უკან დაბრუნებული ყავი და ეხლა ანუ წინსვლა კიდე გაქვს თუ ყოველდღე მაინც ყოველ ვარჯიშის წინ იგივე რაღაცები არა ნახევარსაათი ნამდვილად დამჭირდება ანუ უკვე დინამიური გაწევა შემიძლია რა თქმა უნდა სადღაც 10-15 წუთში ვეტევი მე ყველაფერში თავის კუნდის აქტივაცია ყველაფრიან რაღაცა თუ pre-exhaustion-იანად ხო აღარ უყვართ ახლა ხო activation ის თქვა ახლა pre-exhaustion ანუ მე ზოგადად ეგ ვარჯიში არის ანუ მე ვის სარეაბილიტაციო ტყავს ხო ანუ მოდი pre-exhaustion ვთქვა ქართულად კუნთის წინასწარ დაღლა ჩართულ ანუ ხო ანუ გახურებას რასაც ვეძახი ეს დროს ვერ ვიტყვით კუნთის წინასწარი ხო გახურება ხო არა ვერ ვიტყოდი რომ მე არ გაგახსენებოდა ხო იდეაში გახურებას ეძახიან ახლა წინასწარ გაქანცას რა მაგრამ მე ვარჯიშობ თვლი მაგას მე ვარჯიშში გაყავს ხო ანუ ეგ მაგ ვარჯიშსაც ვამატებ მე ჩემს მას რა ანუ გახურების რუტინას თუ არ თუ ეგ ვარჯიში არის ანუ გახურების ბოლოში აკეთებ მაგას თუ აი pre-exhaustion ანუ დინამიურ გაწელვებს მე რა pre-exhaustion მაგრამ რაოდენობას ჩემს თლიან ვარჯიშებში ვსვავ მაგას რა ანუ ვთვლი მაგას ვარჯიშად ოკეი ხო თუმცა ხო აი იმ კუნძ ვახურებ რა და მე შეიძლება ანუ ვიღაც რეაბილიტაციო და მოდის ანუ ეს დინამიური ის pre-exhaustion-ი და მე აი ამდენი იყოს ძირითადად ხო რა იმიტომ რომ თავარია ის კუნთები ჩაერთოს და მე ეს ყველაფერი ერთიანად ვავარჯიშოთ რა კი ანუ უთვლი იმას იმაში ვარჯიში ხო ბაზარი კი ჩვეულებრივად ხო და მოკლედ აი ეგ ძალიან მინდა რომ გაითვალისწინოთ რომ აი ეს გახურება ხო ანუ მარტო რა ვიცი ხო კი არის ინდივიდუალური მაგრამ ძირითადად შემთხვევაში ეგ არსად ამბობს მარტო ინდივიდუალური და ჰიპერექსტენსია კი და ბილიკი და ჰიპერექსტენსია კი არა ლოგიკურია თუ ეხა მართლა ზედატანი გაქვს მარტო ბილიკი და ჰიპერექსტენსია რატომ უნდა გააკეთო ხო სანდრო მოდი მაშინ მივადგეთ ქალი და კაცის შეცდომები თუ განსხვავდება მოკლედ მე რაც მინახავს ორივესთვის შეცდომა არის მაგრამ ანუ ქალებში და კაცებში როგორ განსხვავდება ერთი არის რომ რას უყურებ ქალებს
უფრო მეტი ინტენსივობით შეუძლიათ გაკეთება ვარჯიში და ამას აკლებენ, ანუ მაგალითად ჩვენ ხო რაღაც ყუნთი უნდა დავტვირთოთ რაღაც გარკვეული ინტენსივობით, რომ სტიმული მივცეთ, რომ ან გაიზარდოს, ძალა მოგემატოს, რაღაცა, ხო? პროგრესში იყოს ხო, პროგრესში იყოს, რაღაც სტიმული მისცე, რომ განვითარდეს და აი ქალები, ნუ ჩემთანაც ვინც დადიან, მინახავს, რომ აი რომ ეუნები 10-12 გამეორე გააკეთე, ნიშნავს, რომ მე-12-ზე ანუ უკვე აი 1-2-ის მაქსიმუმ დამატება გააკეთებს 18-ს და ანუ რამდენი შეგიძლია გააკეთო 18. რატომაც რატო არ უწევ? ანუ რატო არ წევ? ანუ რატო არ მძიმებ? არა და ის 18 ვაფშე არ არის კარგი სახსრებისთვის, ხო, ანუ რაღაც აერობიკაში ანუ რაღაცა, ხო? მონოტონური დატვირთვა სახსრებზე, ხო, ამდენი ახლა გამეორება. და ქალები აკლებენ ინტენსივობას და კაცები პირიქით. გონიათ, რომ ანუ ერთი ფაქტორი არის, რაც შეიძლება შეცვალონ, ეს არის წონა და მაგით ანუ უკეთესია, რაც უფრო მეტი წონა ნიშნავს ანუ უფრო დიდი შედეგი ექნებათ რა, ანუ გინდათ კუნთის განვითარებაში ყველაფერში. მაგრამ რეალურად იქ ხარისხიც ვარდება, წესიათაც ვერ აკეთებს და ანუ ტრავმის რისკიც ძალიან იზრდება რა. აი ამას ხედავ სხვაობას რა ქალის კაცებს. გოგოები მე კიდე რა შემიმჩნევია, იცი? პირველ ვარჯიშზე ცოტას აიღებენ წონას. ხო. რომ ბოლომდე მე ეყოთ ენერგია. და მე ამძიმებენ. არა მძიმებენ რა. ანუ აი რატო არიღებენ, იცი? აი შე რო თქვი რომ წონას არიღებენ, მაგალითად 10 კილოთი შეუძლია დაუშვათ ხო, სკვოტის გაკეთება, მაგრამ აიღებენ 5 კილოს, იმიტომ რომ ეხლა მე ხო უწერდი ხოლმე რა ვარჯიშები არის გასაკეთებენ. იმიტომ რომ ნუ დაუშვათ მე-5 ვარჯიშზე რომ ენერგია ქონოდა. ხო, ანუ აი აქ აეკონომიურებდა რა, არა და პირველი არის major lifting რა. ანუ ძირითადი აწევა არის პირველი ვარჯიში და შენი 100% უნდა ჩადო იქ და აქ უეჭველი გეყოფა ყველა ქვემოთ ენერგია. ის არის უბრალოდ დამატება. ხო, ქვემოთ ჩამოდის უკვე აქსესორისკენ რა, კომპლიმენტარული ვარჯიშებისკენ ჩამოდის. ამას აკომპლიმენტ, ანუ ამისთვის აკეთებ ამ დანარჩენს. ხო. და იდეაში ზემოთ პირველ ვარჯიშს რასაც ტრენერი გიწერს, არ უნდა დაზოგო პირიქით რა, შენ მაქსიმუმზე. ხო, იმიტომ რომ ქვემოთ არის უკვე ერთსახსრიანი ვარჯიშებზე გადადიხარ. ჭკვიანური ანუ ხო, რაღაცა თითქოს ჭკვიანური რა, ხო, ანუ ხო. იდეაში ჭკვიანური რომ თითქოს გადარჩნენ, მაგრამ შედეგისთვის არ არის ჭკვიანური რა, მანდ არის პლატო, მანდ არის ანუ ვეღარ მიდიხარ წინ რა. ხო, ანუ პირველზე უნდა დაიხარჯო და მე გადაღლახდება ამ დამატებით ვარჯიშები. პირიქით. აქ უნდა დაიღალო და ამისთვის ენერგია კი არ უნდა შემოიტო, ეს უნდა იყოს რომ ბოლომდე გადაგღალო. ხო, ხა მაგარი რაღაცა თქვი, ხა შენ და მოდი რა ავხსნათ, იცი? თუ შეგიძლია რა თქმა უნდა. კი. Fatigue და failure. ანუ fatigue ხდება ზუსტად აი ამ გადაღლაზე, ქვემოთ ერთსახსრიანზე რომ რაღაც ბევრი გამეორება შეიძლება გააკეთო და fail-ამდე მიდიხარ დავუშვათ აი იმ წონით, ხო? ქართულად ორივე შნერად ითარგმნება რა. fatigue გადაღლა და fatigue არის გაქანცვა. ხო. გაქანცვა, აი fatigue ემართება მაგალითად პილატესზე ხდება გაქანცვა. ზოგადი დაღლა. ესე რო აკეთებ პატარა მოძრაობას ვაკეთებ 57-იც არის რა და უცებ ანუ ხო ხდება გაქანცვა და აი წონით fail-ამდე რომ მიდიხარ დავუშვათ რაღაცა ისეთი წონა აწია რომ всё ეს არის შენი fail-ი რა ხო მეც ვეღარ აკეთებ fatigue იწევს progress to fail იწევს progress პრინციპში ორივე საჭირო არის მაგრამ აი ეგ რო fatigue ანუ ევს გონია რომ აი ხა რაღაც ძალო როგორ ქვია strength ვარო ვაკეთებთ იმად გონიათ რომ რადგან აი ეს fatigue არა აქვს ჯერასაც იძახი რომ აი სუნთქვა გაქანცვა არა აქვს და რაღაც ანუ როგორ გითხრა სუნთქვა არა უჩქარდათ გული არა უჩქარდათ გონიათ რომ ეგრევე შეუძლიათ კიდე მეორე მისვლაზე მივიდნენ როცა რეალურად ანუ აი 5 გამეორება და შეიძლება ძალაზე რომ მუშაობ პირველი სეტი მეორე სეტი რა თქმა უნდა failure-ამდე არ მიიყვანო 1-2 იმიტომ სამშაბათს წონაზე ახარ და რადგან ის 5-6 გააკეთეს და ეს არ დაიწყეს ქოშინი და რაღაცა შეუძლიათ ეგრევე ნახევარ საათში გაკეთება. მე ანუ ან ტექნიკა ერღვევათ, ან ვეღარ ნახევარ საათში თუ 30 წამში. 30 წამში. ხო, ნახევარ საათი. და ანუ ეს ერთი არის რომ
ის თქმა მინდოდა რა შეცდომა როცა ძალოსნურ ვარჯიშებს აკეთებს იქ შეიძლება რაღაც უფრო ცენტრალური ნერვული სისტემის გადაღლა იყოს და იმას სჭირდება აღდგენა მინიმუმ 1 წუთი 2 წუთი რომ იგივენაირად გააკეთო იგივე ტექნიკით უფრო ეს მძიმე წონა და როცა მართლა აერობიკას აკეთებ ან რაღაცა რაც ახსენე მაგას ხო ორი ვარჯიში რო ერთში არ გაიგებს სკოტ პრესს აკეთებ და გადაღლას როცა აკეთებ კარდიოს მიზნით და სუნთქვის აჩქარების მიზნით მაგას შეგიძლია მიუყვდე 30 წამში ხო გარკვევი თქვი თუ ჩემთვის ანუ ხო ჩვენ პროსტა ეხლა შეიძლება დაგაბნიეთ, მაგრამ რეალურად ჩემი მიზანი რაც იყო, რომ დავანახოთ მაყურებელს და გავაგებინოთ, რომ არის სხვაობა ვარჯიშის დროს კუნთის გათიშვასა და გადაღლას შორის. ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია რაღაც მომენტში, ეს გეხმარება იქ დიხანია როგორ არის, გამძლეობის გამომუშავებაში და გამძლეობა რო კონდეს შენ კუნთს და endurance კონდეს და ეს ეხმარება იმას, რომ ძალა მოგემატოს, იმიტომ რომ ანუ გათიშვით გემატება ძალა და გათიშვით იზრდება კუნთი. ორივე თან სხვადასხვა ენერგოსისტემაზე რა ის გლაიოკტიკზე ანუ ის გლიკოგენს იყენებს ესეც იყენებს მაგრამ აქ აერობული ცირთვება არა უფრო რადგან კოჩინი და ის ხო სწორედ კი აქეთ ანაერობული არის ხო ანაერობულია ეს აერობული გათიშვაზე არის ანაერობული და აქეთ არის აერობული იმიტომ რომ უფრო კარდიო ეს არის კითხვა ქონდა ჩვენთან ერეკლეს დარბაზში თავისუფალი წონებით იზრდება უფრო კუნთიო თუ ტრენაჟორებით მე მგონი მაქსიმალური ჰიპერტროფიისთვის რაღაც მომენტში ტრენაჟორები ჯობია რატო? იმიტომ რომ იზოლაცია ხდება და მაგალითად აი chest press-ი რო არის რა ხო მივხვდი ხა bench press-ზე ბევრმა არის, მაგრამ ლატებიც გაქვს ჩართული. ანუ ზურგის კუნთები გაქვს ჩართული. კი, მე მაგალითად ზურგებს უფრო კარგად. ხო, ზურგის კუნთი რა შუაში, მაგრამ ეს სტაბილიზაცია რომ მოხდეს, წონა უკანო არ ანუ სამ განზომილებაში ვარჯიშობ, ხო? საკმაოდ კომპლექსური ვარჯიშია. ხო, და ვინისთვისაც. აი ხა ყველას რატო არ შეუულია რომ შალახო იცეკოს? იმიტომ რომ ჭირდება, ხო? მაგაში ცალკე დაღლამიდის, მაგრამ აი კერდის ტრენაჟორზე რო ჯდები და აი პროსტა რაღაც მიმართულებით უნდა გაწიო, ის ყოველთვის პირდაპირ მიდის. ეხლა კი, ეს კუნთი გადაგეღალა ხარს იმაში, მაგრამ ის კუნთი მაინც ხო მუშაობს. ანუ ბოდოში ჩვენს ლაპარაკობთ, ფეილერამდე რაღაც კუნთი მიიყვანო, ტრენაჟორით უფრო მაგას იზავ, ჩემი აზრით რა. მე წერას ფიქრობ პროპონენტი არ ვარ ტრენაჟორების და ანუ ეს ჯობია თქო მაგრამ აი ჰიპერტროფიას ასაც ეხება და იმინა ჰიპერტროფიას მასის გაზდას მაგრამ ჰიპერტროფია ნიშნავს კუნთის ფუნქციურობას შეიძლება გააჩნია მე თუ ანუ ფუნქციურობას რაც გულისხმობს მე მგონია რომ ტრენაჟორებით აი ეს პატარ-პატარა სტაბილიზატორი კუნთები არ ვითარდება ნუ არა ხო მაგრამ ეგ სხვა კითხვა მე თუ ბოდიბილდერი ვარ და ჰიპერტროფია არის ჩემი მიზანი ჩემთვის ძალიან ფუნქციურია მე მარტო მჭირდება კუნთი დაიბეროს ხო და მეტი არაფერი არანაირი ფუნქცია არა ჩემ კუნთს იმის გარდა რომ ესე დავჭიმავ ესე გამებერება ხო ბაზარი არა მაგრამ შენ თუ გინდა ის სტაბილიზაცია ის სტაბილიზატორი კუნთები და რაღაცები არ უნდა იყოს ეგ მიზანი ადამიანის გააჩნია რაო იქნებ მარტო დიდი უნდა რომ ჩანდეს ან რაღაცა ხო ხტები მაგრამ აქ იყო კითხვა რომ კუნთის ზრდისთვის რომელი უკეთესია თორე პროპრიოსეფციისთვის მოტორიკისთვის ზოგადი ფუნქციური აი ცხოვრებაში რაღაცა აუწიო იმას აქვს რაღაცა რა თქმა უნდა თავისი რო ახვალ გადაახტე ერთ ფეხზე რო დაეცემი არ გადაყალდე თავისუფალი წონები თავისუფალი წონები არის ყველაფერს თავისი ადგილია რა თქმა ანუ მე რას ვიტყოდი იცი რომ თავისუფალი წონები მე უფრო მე პირადად თავისუფალ წონებს ვიყენებ აქსესორით რა ანუ თავისუფალი წონებით ვიწყებ სადაც თავისუფალი წონებით ვიწყებ, სადაც შემიძლია 100% ენერგია ჩავდო. მე აღარ მაქვს. და მე იყენებ ტრენაჟორებს ექსერცისის. კი, მე ვიყენებ ტრენაჟორებს, იმიტომ რომ ტრენაჟორებზე ბევრი ენერგია არ მჭირდება რა. ეხლა რაღაცა ნაწილი გათიშული გაქვს ტრენაჟორზე. ეხლა ლეგ პრესი მთლიანად წევხარ და მარტო ფეხს. ზუსტად ერთი და იგივეს ვიდროხით, ხო? მაგრამ რას შვები შენ მაგით, ანუ ერთით კაი, ის ყველაფერი ჩართე, აქტივაცია მოხდა შენი ცენტრალური ნერვიული სისტემის კუნთები. კი, ყველაფერი სტაბილიზდა და მერე რო გადაღალო ეს ბოლომდე არ ჭირდება რა იქ სტაბილიზაცია პროსტა იმ კუნთებს მერე ფამს ვუვატებ დაუშვათ მაგრამ ადამიანისთვის ვისთვის კუნთის ზრდა არის თავარი მიზანი
ხო, ტრენაჟორები. ხო, ნუ ალბათ ეხა 20-დან 30 წლამდე შეგიძლიათ თქვენ მიზნად გქონდეთ კუნთი ზრდა და გაბერვა, მაგრამ 30-დან უკვე 40-ის მერე სტაბილიზაციაზე, ბალანსზე და ეგეთ რაღაცაზე მე მაგას არ ვიძახი, მე პირიქით, აი დღეს ახალი კლიენტი მყავდა და მოვიდა და ჩვენ ტრენაჟორებს როდისმე გამოვიყენებთ, ანუ ყველა ვარჯიში ხო ისეთი რა, ანუ პირიქით მე თავისუფალი წონის პროპონენტი ვარ, ხო სწორედ, ანუ მომხრე ვარ ბოდიში და ისა რა ქვია, ბევრად უფრო მეტი შედეგი კი არა და რა ქვია, ის მოაქვს რა, ბენეფიტი მოაქვს თავისუფალ წონებს, ვიდრე პროსტა რაღაც იმაში, ხო, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ეხლა მე თუ inhibition როგორ იქნება, აი რაღაც ტრამის გამო რაღაც კუნთს ვერ ვთავ. აი მაგალითად აი კვადრიცეპსი არ მერთვება, იმიტომ რომ დაზიანებული მქონდა და ეხლა აი საჯდომს ვიყენებ, წვივს ვიყენებ, იმას ვიყენებ, ყველაფერი რო სკვატი გავაკეთო კვადრიცეპსის მაგივრად, მე წავალ და იმ გამშლელზე დავჯდები და იმას გავაკეთებ, რომ ეს ჩავრდე ეს inhibition-ი აი რაღაც ტკივილის გამო კუნთი გეთიშება რა. აი ხო გინახავს რომ აი ვიღაცას წელი ტკივილი როდესაც ქონდა და აი ყველაფერს ახლა იღებს აი ესე რა, ეს 2 წელი ხო ხდები. აი ესე რეალურად სულ შვები, იმიტომ რომ მე იმ წელს ფუნქცია ეკარგება და მე რაღაც მომენტში რაღაც ისე გარემოში როცა უნდა მოგიწიოს უცებ რაღაც ეს ეაღება, ეგრევე გლიჯავს. იმიტომ რომ თელი 24 საათი ესე დადიხარ რა, ანუ ხომიტი ანუ და რეალურად მე თუ სპორტსმენი ვარ და ეს კუნთი უნდა ავამუშაო, დავждები და გავაკეთებ რა. კი, აქტივაციის კუნთი მეც იგივე, ანუ ძალიან ხშირი არის ხო შეიძლება გოგონებში, ანუ ბიჭებს ემართება თუ არა, ერთ-ერთი საჯდომის ნამინგი როგორ ხო, ანუ ასიმეტრია უკვე ვიზუალურად არის, მაგრამ ვარჯიშის დროს ვერ გქონდება. არ ირთვება. ზუსტად მაგ დროს ხდება იმის აი ეს აქტივაცია და ტრენაჟორზე მაშვები რა. ერთ ფეხით აწვევი რა. Muscle connection-ი ჩართო, დაკავშირდეს ეს ტვინი კუნთთან, როგორ ძნობ რომ გაიღვიძა ამან, აღარ ძინავს, სახათას დილით ძინავს თქვენზანი და ანუ მე ვიწყებ ვარჯიშს. ეგ ეხლა როდესაც ტრამვის ის არის კი ბატონო, ხო, რაღაცა ჩართვის ამბავში. კი, აი აბსოლუტურად გეთახმები, რაღაცა ინდივიდუალურია, თუმცა მე მაინც სხეულისთვის ბენეფიტებს ვაწვევი ხოლმე. ხა ნუ რა თქმა უნდა ბოდიბილდერებს უყვართ ტრენაჟორები და კი, მაგრამ ანუ ზოგადად თუ კითხვა არის, ზოგადად რომელი ჯობია, მე ვიტყოდი რომ თავისუფალი წონები ჯობია. თუმცა იმ თავისუფალ წონების მაშიც პროგრამაშიც არსებობს ტრენაჟორები, რა თქმა უნდა, ტრენაჟორებიც მაგრამ ზუსტად თავისუფალი წონები. თუ კიდე არის რაიმე, რაშიც გოგოები და ბიჭები განსხვავდებიან, ბიჭები აკეთებენ ისე მოქნილობებს, აი ზუსტად ბიჭები არ აკეთებენ ხოლმე მოქნილობებს რა. მობილიტებს ხო? აი რაღაცა ბიჭები მე ზოგადად არავინ არ აკეთებს, მაგრამ გოგოები უბრალოდ აკეთებენ, იმიტომ რომ რაღაც რეალურად მე ხა რასაც ვაკეთებინებ და მობილიტის, ანუ იმინა პილატეს გავს. ხო, ანუ არც ბევრი გაწოლა ხო ვაფშე იოგადან მოდის რა, იოგი როგორ უნდა იოგადან მოდის, მაგრამ პილატესი არის ცოტა რაღაც პილატესი არის აკრას დინამიური გაწოლა. მოძრაობაში იწერები რა. ხოდიანი იოგა რა, ხო, ანუ ეს მარტივად რო თქვა და ეს პილატესი იმიტომაც არის ძალიან კაი, რაღაც ხრივ რომ იმიტომ თავიდან მაგით რო იწყებ, ანუ გამოდის რომ სულ მობილიტის აკეთებ და ანუ უკეთესად გზნობ თავ, მაგრამ მე უკვე აი ცოტა ჩემი აზრით აზრი ეკარგება თუ ძალიან რაღაც ისეთ ანუ რაღაცით არ გაანვითარე რა, მაგრამ რატო ვიძახდი ამას? ბიჭები არ აკეთებენ. ბიჭები არ აკეთებენ. მე მგონი გოგოები უფრო აკეთებენ, რადგან აი გოგოებს არ ევასებათ, იცი, ნუ პრინციპში ეგეც რაღაცნაირად ადგებათ და ეგეც ბენეფიტურია რაღაც მომენტში. გოგოებს ევასებათ ვარჯიშის მერე გაწალვები. ანუ გოგოები უფრო იწელებიან ვიდრე ბიჭები, მაგას ვამბობ რა. მე მგონი იცი საიდან შემოდის ეს გაწელილი კუნთის თემა რო მე ვეთქვი გაწელილი კუნთი ხო? გაწელილი კუნთი უფრო ლამაზია, აი ბევრჯერ მსმენია ეგ. და შეიძლება ანუ გაწელვა რადგან არის, შეიძლება ის მობილიტიც რო იწელები კი უეჭველი კი განსხვავებული. თუ ისადმე არსებობს კიდე ბლოგერი ან ფიტნეს ვინც ამბობს რომ გაწელვით გრძელი კუნთი გექნებათ მეგობრებო ან გაიქეცით ან კეთილად უცხარით რომ ეს არსებობს. უფრო მე მგონი ბიჭებში არის, გონიათ რომ მე მგონი ცოტა ვახსენეთ ეს, მაგრამ აი რაღაცნაირად რაღაც ვარჯიში რო განავითარო, ანუ წონას უეჭველი უნდა მოუმატო რა. ანუ
ანუ მაგალითად თუ აკეთებ წოლით ჟიმს, bench press თუ აკეთებ, ერთი ის არის რა. ეგ შეცდომა არის, როგორია რომ წონა უნდა უეჭველი მოუმატო? კი, იმიტომ რომ რაღაც პლატო გექნება და ანუ და პლატო უეჭველი გექნება, ხო? ანუ მე მგონი ერთი და იგივე რაღაცას თუ აკეთებ, უეჭველი გექნება. და არ არის მარტო იქ წონის მომატება. იქ შეგიძლია რაოდენობას მოუმატო, შეგიძლია ვაფშე სხვა ზონებში ვარჯიში ან უფრო დაბალი ის გააკეთო. შეიძლება სხვა ზონებში ვარჯიში აბა მოდი ახლა. ანუ მაგალითად თუ სულ ყოველთვის 8-დან 12 გამეორებას ვაკეთებ, შემიძლია წონას მოუმატო და ნაკლები გავაკეთო, ან პირიქით თუ სულ 5 გამეორებას ვაკეთებ, რაც აი ჩემი მაქსიმუმის 80-85% არის, თუ მეტი შემიძლია გავზარ, ანუ დავაკლო წონა და პირიქით მეტი რაოდენობა გავაკეთო, იმიტომ რომ აი მოდი ავხსნათ ეგ რომ ეგ არის ადაპტივ სტრესი არის ორგანიზმის. რა ორგანიზმს ევასება მუდმივად რაღაცეების რაღაცა სხვა შეჩეული და უცბად რაღაც ბრახ რაღაცა ოდნავ სხვა რაღაცას უზავდა ეს რას აკეთებს? მოდი ახლა კიდე ახალი ისინი გაუშვათ მან რაღაცა სისხლი მოაკუმულიროთ რაღაცა სხვა მოხდა. ანუ აი ეგეთი რაღაცეებით მოქმედებს ცვლილებაზე. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას რომ უნდა მოხდეს კვირაში ერთხელ, ხო? არა, როცა ხედავ ადაპტირებას და უკვე აღარაფრის მომტანი ეს არ არის და ეს ხდება მაგალითად დაახლოებით 3 კვირიდან 6 კვირაში ცოტა უფრო advanced არა რა intermediate რა ის საშუალო მოვარჯიშე ადამიანებში მე უკვე უნდა შეცვალ. რაღაცა შეცვალ. ხო, ანუ იმის თქმა მინდოდა რომ მარტო წონის გაზრდა არ არის რა წინ წასვლა და განვითარება რა. ანუ სულ მარტო მეტი წონა კი არ უნდა შეგიძლია სხვა ანუ ნაკლებად დაღლა იგზნო. იცი რა მეინტერესებს აი მოვარჯიშეები როცა მოდიან ხო? ანუ იმდენად არიან აი დარბაზში შედეგზე ორიენტირებულები, რომ იდეაში რაც რეალური შედეგის მომცემი არის ის ძილი, აღდგენა, აი კვებას კიდე ბოლოსკენ ვიტყოდი მაინც, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ის არის რა. კვება უფრო რაღაც ემოციური მომენტია რა, ანუ კვების დარეგულირება მე ვიტყოდი რომ ნელ-ნელა მოდის, იმიტომ რომ მე ეს ძალისხმევა ენანებათ რა. აი ავტომატურად მოყვება რაღაცნაირად კვების დარეგულირება. კარგ ცვლილებებს მე ძანადვილია სხვა კარგი ცვლილებები, ან healthy habit-ების დამატება. მაგრამ აი ძილზე არავინ არ ფიქრობს, ან აღდგენით დღეებზე. აი ხანდახან ფიქრობ რომ აი всё უნდა მოვიდე შეიბზა და ტიპები 7 დღე ივლიან დაბალში. აი ეგ უნდა მეთქვა, ერთი კიდე მქონდა ეგ. მოდი განვავრცოთ, არა განვავრცოთ. ნუ ერთი რომ კარგი ინგლისურად უნდა მეთქვა. More is not better. ჰა? More is not better. Sorry. It's American. It's me American English. English please. ბევრი უკეთესი არ არის, ან ბევრი არ არის უკეთესი. ხო, ანუ არ ნიშნავს, რომ რეალურად მან ყველაფერი არის აღდგენაზე. ხო. უკაცრავად, მაგრამ ანუ რისი ტრაკიც გაქვს, ის უნდა გააკეთო, ხო, და ეს ძილი მან შემოდის რეალურად, იმიტომ რომ თუ არ გძინავს, აღდგენა არ გაქვს. და რეალურად ანუ სტრესია, ხო, ვარჯიში, რა სტრესი მივაყენე დარბაზში, იმის აღდგენის საშუალება თუ არ მაქვს, მე ვერ გავძლიერდები. მაშინ ანუ ხო, აი აქ დავიწყე დარბაზი, სტრესი მივაყენე, კარგად მეძინა, უკეთესი გავხდი, ხო და თუ შენ როგორც თქვი, რომ ყოველდღე ვარჯიშობ და ჩამოვედი და ბოს ანუ იმინა ბოსტნეულივით ჩიტე რა აზრია, ანუ სულ სტრესში ვარ და ეს ძილი და აღდგენა არის მთავარი. ანუ რეალურად აი ხანდახან შეიძლება ადამიანი შემოგვიტრიალდეს და ნუ მე მაინც კუნთი მეტყობა, მაგრამ მანდ უკვე სხვა რაღაცა ნერვული სისტემა არის გაცვთილი ისეთი რომ ანუ გადახანცული ნერვული სისტემა რა. თუ ვარჯიშობ და სისხლი შედის შეიძლება რაღაცა დაეტყოს, იმიტომ რომ იქ ვარჯიშ მე რაღაც პროტეინი დალია, რაღაცა იქ აღდგენა მოხდება. ჩვეულებრივ ყოველდღე თუ აბა მოდი ერთი კვირა დაისვენო და ვნახოთ როგორ ხოძე იქნება. ხო, ეგრევე ჩაიფუშება. არაფერი. ხო, ანუ მე რო ვარჯიშობ, ორმაგდები, მაგრამ ხო ხტები, 2 კვირა გადის, 3 კვირა მე იმიტომ რეალურად რა არის ეს ადაპტირება არის, ხო? ანუ მე არ მიწევს გარეთ ყუთების თრევა და თებზე სიარული და რაღაც, მე თუ ეს სტიმული გამოვაკელი ჩემ ცხოვრებას და სხეულს, რეალურად იმაზე ადაპტირდება, ხო? რაც მინდა მე ამ ხელა კუნთები სახში რო ვიჯდე და ტელევიზორს უყურო. ხო, ясно. ანუ ხო ხტები, ანუ და ის ყოველდღე რო და ის ყოველდღე რო კუნთიანი ხო? უბრალოდ რო ზიხარ, რა შვარცნეგერი რო ტელევიზორს ყურა, ნეტ ყველა ანუ შემეძლოს ეგ, მაგრამ
ხო ხტები, მაგრამ ანუ რეალურად ის ყოველდღე რო ვარჯიშობს, მაგიტომ გეტყობა კუნთი რა, მაგრამ რეალურად შიგნიდან რავი როგორ ხარ. ანუ დაანები, აბა ერთი კვირა თავიდან ვნახოთ როგორ გამოიგო. ეხება ხოლმე ხან აი ხელი რო აკანკალდება რა. ანუ აი რაღაცას ხო იცი რაღაც სადღაცას რო სტედი ხელი გჭირდება, აი სტაბილური ხელი რო გჭირდება, რაღაც პატარა რაღაც ის იმაზე გაყრაზე და უცებრად აი ეგ არის მაჩვენებელი ნერვული სისტემა არის გადაკანცული, ეს იგი რაღაცა ეს არის სიგნალი რომ ანძილი აკლია, ნუ აი სადღაცას აღდგენა აკლია რა, ცილა აკლია. არ მინახავს, რომ აი ყოველდღე ვარჯიშობ და კუნთი მეტყვა, ანუ ვითარდებოდეს რა ვიცი. ნუ აი ხო არის, მაგრამ 20-დან 30-მდე არის. ნუ ეხა თუ ტესტოსტერონის ისა გაქვს რა ქვია, პიკში ხარ და ყურებიდან გადმოგდა რა ვიცი, ხო, კი, ეხა ეგრე მე ბავშვობაში რა. ხო. 25 წლის რო ვიყავი, წინა დღეს სვავდი, ვერთობოდი და მეორე დღეს მივდიოდი ამერიკულ ფეხბურთის თამაშს თამაშობდი და ვიგებდით და მაგარ ხოძე ვიყავი ხანდახან, მაგრამ ეხა რავი, მაგის გამო ეხა დატრამბული ვარ, გაცვეთილი ვარ, სკვატებს ვერ ვაკეთებ რა, ანუ აი გაითვალისწინეთ. კაი გამოცდილება მოყავი ახლა შენ, იმიტომ რომ სადღაცას ეგ გირწყავს უეჭველი რა. კი, უეჭველი, ანუ მაგ ახალგაზრდობაში დაჟე 2-3-4 ოპერაცია მაგ გადატანილი, იმიტომ რომ აი კაკრას ეგრევე ვიყავ. არა და შენ გეგონა რომ ეს ტრავმა მოგივიდა, იმის გამო იყო. აი ეს პირველი მუხლის ტრავმა საერთოდ სპორტიდან რასაც თამაშობდი, იქიდან არ მომივიდა. შევედი დარბაზში რაღაც, აი 5 ხუთზე თუ იცის ის რო არის, რა ქვია, მარკ რიპტოს ისა, აი ძიმე 5 ხუთზე, გამოვედი ფეხბურთი ვითამაში, ფეხი აუწი, ეს ჩაწყდა. ხო. მაგრამ ანუ რის თქმა მინდოდა რა. ანუ ის სპორტის ბრალი არ იყო. იმ სპორტის ბრალი კი არ იყო, მაგრამ ანუ რის თქმა მინდა, ხო ეგეთი ლაიფსტაილი რომ მქონდა, სპორტზეც მომივიდა, მაგრამ იმის ბრალი იყო, რომ წინა ღამე 3 საათი მეძინა რა რეალურად რა. და ანუ ცუდი ის მოდი ვთქვათ, ეს წინა დღეს რო ვიგულავე და რაღაცა დარბაზში შევედი და მე კიდე ფეხბურთის თამაში მოვინდომე, მაგიტომაც დამემართა, თორე მე რასაც ანუ ეს შემჭ ჩვეულებრივი პონტი იყო, ხო ეს ფეხისაწერო, მაგრამ ფეხი სუდად კი არ აწია. არა, ხო, ვიღაცამ კი არ დამარტყა რაღაცა, მე პროსტა ანუ გადამწვარი ვიყავი და აი სხეულმა არა, ანუ ცოტა ხანი დასტოვდა. ხო რა. ხო, ისე როგორ კანონზომიერია ჩვენი სხეული რა, ცოტა ხანი ანუ იფიქრა რომ გადამწვარია და მოდი რაღაცას დავმართებ და დაჭდეს ცოტა ხანი. ხო და ანუ ვეღარ გაუძულ და დგავ რა, ხა მე მე გააგზავნე სპორტი მაგ ტრამვის მე. კი, რავი, 4-ვე ტრამვის მე. მოდი მაშინ შენი შეცდომები მოგვიყევი. აღიარე. ჩემი შეცდომები დარბაზში. არა, დარბაზში არ გვაქვს, შენი სპორტული კარიერიდან რა, თუნდაც ეს ძალიან მაგარი გამოცდილება ახსენე. შენ თუ გინდა გულაობა, დალევა, რაღაცა უძილობა, მე ანუ იმ აისახება. სხეულზე სადღაცას ეს უეჭველი აისახება. მით უმეტეს აი ფიზიკურ აქტივობაში რა. ეგ ერთი. კიდე რა იყო ესეთი შეცდომა, რაც დაუშვათ აი ეხლა ტრავმაში აისახება ან ვლინდება რაღაცა სიმპტომებში, რომელიც ახალგაზრდობის შეცდომებიდან მოყვება. არ ვიცი. არა, ესე ვერ ვიხსენე, მაგრამ ერთი რეალურად ეხლა დავაფიქსე, რომ იმ მომენტში ვერ ხვდებოდი, რომ შეცდომა იყო, მაგრამ ეს ჩემი აი სტუდენტური ლაიფსტაილი და რაღაცა და ეს მძიმე სპორტი რეალურად მაგიტომაც მემართებოდა რა, ყველაფერი 4 ოპერაცია მაგ გადატანილი, ანუ და ეხლა ვერ ვიტყვი რომ ეხლა მარტო მაგრამ ანუ რეალურად ეხლა ვაფიქსირებ რომ მაგის გამო მოხდა რა ანუ კი ერთი ეხლა რაღაც ვიღაცა მისემ გლიჯა რაღაცა მაგრამ ჩემი სხეული ვერ უძლებდა უბრალოდ ამდენს სხვა შეცდომა ანუ სპორტში როცა ხარ იდეაში ალბათ არ იყავი მზად რომ აი სპორტისტვის შეგეწირა შენი ის წლები ალბათ ხო ზოგადად ხო ნუ იმიტომ სპორტსმენის დისციპლინა ხო ბავშვი რაღაცა ძალიან ის არის რა რობოტულია რომ ცად დაიძინა ადგა ხო და ის მოდის ბავშვობიდან მამაჩემ სპორტში შემიყვანა და ყველაფრისთვის თავი რომ უნდა შემეწირა რა მაგრამ რას თამაშობდი ახლა პულს არავინ არ მიხდიდა ტყუილა შევეწე დღეს ახლა მუხლი მткиვა დამჭა ეგ ანუ გამოუსწორებადია რა ვიცი არის ძალიან ცოტა გამოუსწორე, მაგრამ გამოუსწორე ახლა 20% მენისკი აღარ მაქვს დარჩენილი და მოდი ეგ თქვა გეხოცები. მენისკიან მუხლზე ვარჯიში ხო შეიძლება?
გაჩნიერა დაზიანება ნუ რა თქმა უნდა სპეციალისტმა უნდა ჩვენ ხა მენის შეძახით 4 ტრავმა არა შეიძლება გაგლეჯილი იყოს ის იყოს გაწვეთილი რაღაცა მენის კი არის უბრალოდ ის მუხლის ასაში რაც არის ნაწილი ხო რაც absorption-ს აკეთებს დარტყმას ხო ხტილი ხო ექიმი არ ვარ მაგრამ ახლა რაც ვიცი ხო ანუ ექიმი წყვიტავს ეს საოპერაციო თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ექიმა უკვე გადაწყვიტა რომ ეს არ არის საოპერაციო მე უფრთხილდებია რომ მუხლზე მენის კი მაგ და არ შეიძლება მოძრაობა ხო სისულელე პირიქით ანუ პირიქით რომ ამაზე დატვირთვა არ წავიდეს ესენი უნდა გაძლიერდეს ვარჯიშით რომ შესაბამისად კუნთმა დაიჭიროს წონა რომ არ დააწვეს რომ რაღაც კონკრეტულ ადგილს არ დააწვეს განსაკუთრებით ტრაკის კუნთები ტრაკი წვივი ჰამსტრინგი ძალიან დიდ როლს თამაშობს მუხლის სახსარში ძალიან ბევრი რაღაცა სხვა შორის ჰამსტრინგზე დიდ ყურადღებას ხო არ აქცევს და ადუქტორებს გოგოები არ აქცევენ უკან კუნთს იმდენად ყურადღებას რამდენადაც საჯდომი და ეს კვადრიცეპსი რა ძალიან ცუდი ფორმულა არის ეგ წელის ტკივილის იმიტომ რომ ტრაკი საჯდომი კი ძალიან დაჭიმული და ეს ჰამსტრინგი აი ყველა სხვევას ეს ნუ ყველაზე ბანალური გაწევა რა არის აი წინ რო გადადიხარ ჰამსტრინგს რო იწელავ ხო კი ანუ და ბევრი გაწევა რა შვება ანუ რეალურად ადუნებს და სახსრის სტრუქტურას ადუნებს და მე ანუ სტრუქტურა თვითონ ვერ არის მყარი და მე მაქედან ბევრი პრობლემა მოდის და ეს ჰამსტრინგი მოდუნებული არის ეს საჯდომი დაჭიმული ამ წელს კაჩავს ხო ანუ გინდაც ჰინჯს რო აკეთებს და ჰამსტრინგი გათიშული რო არის და მარტო საჯდომი არის კვადრიცეპსი მოჭიმული იმიტომ რომ ეს ამდენი სკვატებისგან წინ კაჩავს მე მეჩს და მოკლედ ანუ მაგიტო არის რომ კუნთები უნდა იყოს ბალანსში ესე არ არის რა რომ ეს გავაკეთე ანუ ზედატას არ გავაკეთებ იმიტომ რომ რაღაცა იმდენად დაკავშირებული არის ტერფის დგომასთან მხრის ტრავმა რომ ანუ რო ვერ მიხვდები რა ამოდის კი ზუსტად ანუ ძალიან ის არის რა ძალიან დაკავშირებული ამბავი არის ძირითადად ზოგადად ქალი კაცი უყვართ იმ ვარჯიშების გაკეთება რასაც კარგად გამოსდით და რაც არ გამოსდით ან უჭირთ მაგრამ იმის არ გაკეთება რა და სინამდვილეში პირიქით არის რა ეხლა თუ შენ გინდა ზოგადად უკეთესი რავი ყველაფერში უკეთესი იყო და გინდაც მობილობაში გინდაც ანუ პერფორმანსში ყველაფერში რაღაც ხო კლიანის ხეულზე უფრო ჯამთელი გინდა იყო ანუ შენი სისუტეები უნდა ავარჯიშო პირიქით შენი სისუტეები უნდა ავარჯიშო და რაშიც ძლიერი ხარ იქ უბრალოდ შეინარჩუნო რა და ეს თელი შენი აღდგენის რესურსი რაც გაქვს წავიდეს ამ სისუსტეებში ძალიან მაგრა თქვი ეხა ეგ და რას გულისხმობდი დავაკონკრეტოთ რომ ბიჭები არ ავარჯიშებენ ფეხებს და გოგოები არ ავარჯიშებენ ზედატას ზუსტად ანუ აი ეგ სუსტები ეგრეა რა ეხა არა ისინი კენტავრები ხო და ქალები ვართ კენტავრები და ბიჭები სპონჯბობები ამ ბიჭებს კი ზედატანი ვიზუალური არის და რაღაც დიდი მკერდი რაღაცა მაგრამ რეალურად ამ ფეხებს რო ავარჯიშ ანუ წონის ყლებაც ხო უნდა ფეხებს რო ავარჯიშებ რამდენ კალორიას წვავ აბა რა ხო ტესტოსტერონი იწევა მაღლა და ანუ ფეხებს რო ავარჯიშებ რამდენ კუნთს ავარჯიშებ და ზედატანს რო აი იმას აკეთებ შენი ტანის ნახევარს ხო პრესიც გერთვება ბევრმა არის ის რომ ძიმე სკვატებს რო აკეთებ ან პრესი თუ არა გაქვს წელი გაქვს ჩამჭანტრა ან პრესი რო ვითარდება რა მაგ მომენტში ან გინდას დედლიფტს რო აკეთებ ბევრმა არის ზედაზურგიც გივარჯიშდება პრესი იმას შეგვაქვს რომ აი კითხვის ნიშნებით არ აკეთებ ანუ და ანუ ფეხებს ერიდებიან იმიტომ რომ არ გამოსდის რა შეიძლება უთხრება რომ ვიღაცა უყურებს და 10 კილოთი აკეთებს მაგრამ ანუ ფეხები რო გააკეთო უფრო მეტ კალორიასაც დაწვავ კი და უფრო მეტ ჰორმონალურ კარგ ცვლილებას მოგიტანს საკაცებს მე კიდე ბიჭებზე ნანახი მაქვს ანუ მარტო მკერდი რო აქვს ანუ წინა მხარე გასაგებია უკან არა ანუ ზურგზე არ უწობელი ბენჩპრესი ხო ბენჩპრესი და ბიცეპსი ხო ანუ წინი რაღაცა წინიდან დადიან არ ვიცი ეგ რაღაც უკან თვა წასასვლელი უკან გენ ანუ მე მგონი რაღაც DNM-ის ის არის რომ კაცებს უდებთ რომ აი ბენჩ პრესზე აი
არ ვიცი რატო, მაგრამ ყველას უნდა bench press-ი და ყოველ დღე არ ვიცი რატო. ხო, ნუ იმიტომ რომ ერთ-ერთი ის არის რა, შეიძლება კარგად გამოზიდ და მანდ უხარიათ, შედარებით კარგად გამოზიდ და მანდ უხარიათ რა, აი წინსვლა რო აქვს. კი. არა, ეგ მომენტი ძალიან ის არის რა, ბიჭებზე ძალიან თვალშისაცემია. გოგოებზე კიდე ისე იმდენად არ გეცემა ეს ზედატანს რო არ აქცემა ყურადღებას, როგორც ქვედატანს, ისე ძალიან არ გეცემა თვალში, როგორც ბიჭისთვის აი ეს მართლა რაღაცა ორი პატარა ვიწრო ჭხირიზე დამდგარი დიდი შკაფი. რა, ისედაც რაღაცნაირად თითქოს ძალიან თხელი წვივები აქვს ხოლმე ყოველთვის ბიჭს და კიდე უფრო მათ ჩანს რა ეს გოგოების საოცნებო თხელი კოჭი ყველა ბაბაკაც დადის თხელი კოჭით ხო ზე უნდა გაცვალო რა უნდა გაცვალო მაგრამ ნუ ბიჭებისთვის მაინც ძალიან თვალშისაცემი არის რა და ამიტომ აი პირიქით სულ იმას ვამბობ რომ ეხა პირიქით რაღაცნაირად აი რაღაცა უვიცობასავით არის რომ ტიპი რომ ფეხს არ ავარჯიშებს რა ვიცი, კამონ მაშინ რა ეხა ვიზუალური ნაწილია და ფუნქციური არის ყველაზე დიდი ქალებში ზედატანს რო არ ავარჯიშებენ, ჩემი აზრით ეგ უფრო დიდი ცოდვა არის. აი დამეთანხმები მე მგონი ქალებს უფრო აი ეს კიფოზია, ჰიპერკიფოზია წუხებ და ეს კისრის ტკივილი და ნუ ეხა მან ნუ ჯერ ერთელი ხერხემალი ზურგის კუნთები იმას და ანუ ქალებს რო აი აქ კუნთები აუცებ თითქოს ხვალ გაიღვიძებ და შვარცნეგერი გაიჩნდება, ანუ არაკეთებენ და ეს ეკეტებათ არ ამოძრავებენ ამ ბეჭებს იმას და მე აქედან კისრის ტკივილი, ბეჭების ტკივილი დისკომფორტები იწყება რა. ჯერზე იმ ფეხშის ტრავმა დაგემართება, კაცო. ანუ იმ ფეხის ტრავმაც და სადღაცას დაგემართება ვარჯიშის დროს, თუ ზედატანი არ არის გავარჯიშებული. იმიტომ რომ ზედატანით გიჭირავს წონა, ხო? სხვანაირად ხო ვერ დაიჭერს. ან ეს იქნება შენი დასაჭერი საშუალება. სანდრო ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. მას დავაგვირგვინოთ, შევაჯამოთ, პატარა შეჯამებასავით გავაკეთოთ. რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი აქცენტები გაკეთდა, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას დამწყებმა, რომ ეს არის აუცილებლად გქონდეთ გეგმა თუ არ გაქვთ, ეხლა უკვე უამრავი საშუალებაა ბოლო რა შორს მიდიხართ, ჩერისვით აპლიკაციაში შეხვალთ და რა ვიცი, სანდროს პროგრამები, ჩემი პროგრამები, სხვა ტრენერების პროგრამებიც გვაქვს იქ უამრავი ყველა გემოვნებისთვის არის უკვე დაწერილი დარბაზის პროგრამები, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ რაღაცა მიზერული თანხით შეიძინოთ და სულ თან ყავდეთ მობილურში პერსონალური მწვრთნელი. ანუ ამაზე კარგს მეც ვარ, თუ ამის საშუალებაც არ არის და მარტო დარბაზისთვის განკუთვნილი თანხა არის კი ბატონო მიბრძანდით YouTube-ზე მოიძიეთ რაღაცეები ძალიან დიდი ინფორმაცია არის რა მოკლედ გეგმა გჭირდებათ მეგობრებო გახურებას მიაქციათ ყურადღება რომ ბილიკი და ჰიპერექსტეზია გახურება არ არის active mobility რა თქმა უნდა ტრამებს მიაქციათ ყურადღება კიდე ქალკაცებს ბიჭებო ივარჯიშეთ გოდატანი გოგოებო ივარჯიშეთ ზედატანი და კიდე რა ვთქვით რაღაც კაი რაღაცები ვთქვით მოკლედ აღარ მოგაწყენთ თავს ჩვენებით უნდა დავასრულოთ ასევე უნდა მადლობა გადაუხადოთ სნექს რომ გვერდს გვიმშვენებ და აი ეგერ მაგიდაზე და ნერწყვებს გვადენ და იმიტომ რომ მაგრა გვშიო და ეს არის ქართული პროდუქტი სანდრო ალბათ საუბრობთ ჩვენს კარადაშიც არის ეს კი და არ შეიცავს დამატებით ჩაქრებს არის ჯანსაღი ცხიმის წყარო და რასთავარი არ უნდა დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა როგორ ულტიმატუმს არ უნდა დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ლაიქება ვიდეოსი და გაზიარება რა თქმა უნდა მეგობრისთვის აბა თქვენიცით